Welcome, it's great to see everybody. მოგესალმებით, მიხარია თქვენი ნახვა. It's been wonderful to worship together, to praise our Lord and Savior. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია ერთად ცეთ თაყვანი და განვადიდოთ ღმერთი. And now we continue our worship as we open His Word and study His Word together. და ახლაც ჩვენ განვაგრძობთ თაყვანისცემას, ოღონდ მისი სიტყვის შესწავლით. So if you have your Bibles, you can open them to Luke chapter 8. ამიტომ ბიბლიები შეგიძლიათ გადაშალოთ ლუკას მერვე თავზე. We have been going through the Gospel of Luke. ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენ ლუკას სახარებას განვიხილავთ. So you can actually read ahead and prepare your heart by reading what scriptures comes next in the Gospel. ამიტომ შეგიძლიათ ხოლმე სანამ ეკლესიაში მოხვდეთ, წინასწარ წაიკითხოთ ლუკას სახარება. Today, Lord willing, we'll get through verse 21. და დღეს ლუკას მერვე თავს განვიხილავთ. And then for next week, you can just keep reading through Luke chapter 8. და შემდეგ კვირისას შეგიძლიათ ლუკას მერვე თავი ბოლომდე წაიკითხოთ. But as we come to Luke chapter 8, Jesus begins by addressing something that's so common that it's easy to overlook. ლუკას მერვე თავში ქრისტე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე საუბრობს, რასაც ადამიანები ხშირად ყურადღებას არ აქცევს ხოლმე. He talks about hearing. ის საუბრობს მოსმენაზე. Now, hearing is something that most people instinctively know is valuable. ადამიანებმა ინსტინქტურად იციან, რომ მოსმენა არის ძალიან კარგი რამ, მნიშვნელოვანი. Our hearts grieve for those who cannot hear. და ძალიან სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოსმენა. მოსმენის უნარი არ აქვს. Those who, because of age or being injured, they're losing their hearing. ადამიანები მოსმენის უნარს კარგავენ სხვადასხვა მიზეზის გამო, სიბერის გამო ან რაღაც დაზიანებების გამო. Maybe you've seen those videos where a parent suddenly their child hears for the first time and they're rejoicing over the fact that they can now communicate with their child. ალბათ გინახავთ ვიდეოები, როდესაც პატარა ბავშვებს პირველად ესმით მშობლების ხმა სასმენი აპარატის მეშვეობით. We all understand that hearing is a gift. და ჩვენ ვიცით, რომ მოსმენა არის საჩუქარი. But hearing does not always mean that something has gotten through. თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ ადამიანები გებულობენ იმას, რაც ესმით. You can talk to someone, you can watch them nod, you can hear them say yes, but you know that the words you've said to them are soon going to leave their minds. მაგალითად, როდესაც ესაუბრებით ადამიანს, ხედავთ, რომ შეიძლება თავს გიქნებთ და გეთანხმებათ იმაზე, რასაც ელაპარაკებით, მაგრამ შემდეგ შეატყობთ, რომ აი ამ იმას შენ სიტყვის ყურადღებას არ აქცევენ და ალბათ დაივიწყებენ კიდევაც რაც უთხარი. And parents know this very well. მშობლებმა ეს კარგად იცით. You tell your child, please clean your room. რადგან როდესაც ეუბნებით, რომ დაალაგონ ოთახი, and they answer quickly, okay. თქვენი ბავშვები სწრაფად ასუხებენ, რომ კი, დავალაგებ. They may even say it confidently while looking at their phone. თან ისე გეუბნებიან, კი, ტელეფონს არ აშორებენ თვალებს. But soon enough, you come back 2 hours later and the room looks like a pit. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, რომ შედიხართ მათ ოთახში, ხედავთ, რომ არეულია ისევ. They hear every word, but do they really hear you? მათ მოისმინეს შენი სიტყვა, მაგრამ რეალურად როგორც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. Now us adults, we can do the same thing. და ჩვენ დიდებიც ასე ვიქცევით ხოლმე. But in more polished and respectful ways. მაგრამ ჩვენ უფრო სხვანაირად. We hear warnings and we ignore them. ჩვენ გვაფრთხილებენ, მაგრამ ამ გაფრთხილებას უარყოფთ ხოლმე. We hear advice, but we postpone applying it to our lives. რჩევას რომ გვაძლევენ, თითქოს ვაყოვნებთ ამ რჩევის გათვალისწინებას. We hear truth and outwardly we agree with it, but inwardly there's no change. ჩვენ გვესმის ჭეშმარიტება, სიმართლე, მაგრამ შინაგანად თითქოს არ გაგვიგია. And that's what makes this passage before us today so personal. ამიტომ ლუკას მერვე თავი თითოეული ჩვენგანისთვის უფრო პირადული ხდება. Because Jesus speaks about hearing
but not just with our ears. რადგან ქრისტე საუბრობს მოსმენაზე, ოღონდ ფიზიკურად მოსმენაზე არა. He speaks about hearing in a way that changes the heart, that bears fruit. ქრისტე საუბრობს ისეთ მოსმენაზე, რომელსაც მოაქვს ნაყოფი. And hearing that can even reveal whether someone truly belongs to him or not. და როგორ გაითვალისწინებს ადამიანი მოსმენელს ეს მისი გულის მდგომარეობაზე მეტყველებს. In our text, we'll see that some, they hear, but they walk away unchanged. ჩვენ წავიკითხავთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა, მაგრამ არ შეცვალეს ცხოვრება. Others gladly hear for a while, but then disappear when things get hard. ზოგმა მოისმინა, სიხარულით მიიღო ის ჭეშმარიტებაც, მაგრამ შემდეგ ის თესლი დაჭკნა. Still others hear, but other things begin to choke out what they've heard, what started. რადგან თესლი მოახრჩო სხვა რაღაცებმა. And some hear, they hold fast, and it bears fruit over time. თუმცა ზოგმა მოისმინა და ნაყოფიც გამოიღო. So, the passage before us today kind of is a personal question for us. ამიტომ ეს მუხრები კითხვას გვისვამს, The question isn't, have you heard the truth? რომელიც ასე ჟღერს, მოისმინეთ ჭეშმარიტება. The question is, what has the truth done in you? და ის სიტყვა, რომელიც მოისმინეთ, რა გააკეთა შემდეგ ამ სიტყვამ. So let's pray and read together. მოდით ახლა ვილოცოთ. Heavenly Father, we thank you for the gift of your word. ღმერთო, მადლობას გიხდი შენი სიტყვისთვის. You reveal yourself to us in your word, რადგან შენი სიტყვის მეშვეობით გვიცხადებ თავს. and you reveal your purpose for us in your word. შენ სიტყვაში ვხედავთ ჩვენს მიზანს. We thank you that you speak to us, მადლობა რომ გველაპარაკები. and we ask that your Holy Spirit would teach us now as we read. ამიტომ ახლა ვთხოვთ სული წმინდას რომ გვასწავლოს შენი სიტყვა. In Jesus' name. იესო ქრისტეს სახელით. Amen. ამინ. Beginning with verses 1 through 3. პირველ სამ მუხლს წავიკითხავთ ახლა. Now it came to pass afterward that he went through every city and village, preaching and bringing the glad tidings of the kingdom of God. And the 12 were with him, and certain women who had been healed of evil spirits and infirmities. Mary called Magdalene, out of whom had come 7 demons, and Joanna, the wife of Chuza, Herod's steward, and Susanna, who many others who provided for him from their substance. ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში. ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. მასთან იყვნენ 12-ნი, აგრეთვე ზოგიერთი ქალი, რომლებიც განკურნებულნი იყვნენ ბოროტის სულებისა და სნეულებებისგან. მარიამი, რომელსაც მაგდალელი ერქვა, რომლისგანაც 7 ეშმაკი იყო გასული, იოანა, ქუზასოლი, ჰეროდეს მოურავი, სუსანა და მრავალი სხვა, რომლებიც თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ მას. So Luke begins by showing Jesus traveling through cities and villages, preaching the good news of the kingdom of God. ლუკა გვეუბნება, რომ ქრისტე დადიოდა სოფლებსა და ქალაქებში და ხალხს აუწყებდა კეთილ უწყებას. He's not waiting for people to come to him. იესო ქრისტე არ ელოდებოდა ხალხს, რომ მასთან მისულიყვნენ. Jesus is going to them. რადგან თვითონ ქრისტე მიდიოდა მათთან. Christ is not reluctant to make himself known. ქრისტე არერიდება, რომ ადამიანებთან მივიდეს. He's not hiding truth from people who want it, და არც ჭეშმარიტებას უმალავს ადამიანებს. but he's carrying this message outward. ის დადიოდა და აუწყებდა ხალხს ღმერთის სიტყვას. And his message is still the good news of the kingdom of God. და კეთილი უწყება არის ღმერთის სასუფეველის შესახებ. He's not moved on to something more fashionable. და ის არ ესადაგებოდა ხალხს. He hasn't adjusted his message to suit different towns. და იმის მიხედვით არ ესაუბრებოდა ხოლმე ხალხს. What was true at the beginning of his ministry remains true now. რადგან მისი ჭეშმარიტება ყოველთვის ერთ და იგივე იყო. Back we read in Luke chapter 4 verse 43, it says, I must preach the kingdom of God to the other cities also,
because for this purpose I have been sent. ლუკას 4:43-ში ამბობს: მან უთხრა მათ, სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი. John the Baptist preached that the kingdom was near. იოანე ნათლისმცემელიც ამბობდა, რომ ღმერთის სასუფეველი მოახლოებული იყო. And Jesus came preaching that kingdom. და ქრისტემაც შემდეგ განაგრძო ამაზე ქადაგება. So this message that he shared, it was consistent. He didn't have to reinvent it every few months. ამიტომ მისი ქადაგება იყო ერთ და იგივე ჭეშმარიტებას ქადაგებდა. People often want something new. ადამიანებს სურთ ხოლმე რომ რაღაც ახალი მოისმინონ. A new trend, a new method, or a new shortcut. ადამიანებს თითქოს მოკლე გზა უნდათ ღმერთის სასუფეველში შესასვლელად. But more often than not, what we need is not something new, but to hear what God has said again and to do it. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რაღაც ახლის მოსმენა კი არა, არამედ იმის მოსმენა, თუ რას ამბობს ღმერთის სიტყვა. Luke then tells us that the 12 were with him, along with certain women who'd been healed of various infirmities and demonic possession. და ლუკა ამბობს, რომ ქრისტეს თან ახლდა 12, თავის 12 მოწაფე და ასევე მას ახლდა ქალები. I love that he mentions these women by name. და ძალიან მომწონს, რომ ლუკა ამ ქალების შესახებ ამ ქალებს ახსენებს. Mary Magdalene, მარია მაგდალელი, Joanna, იოანა, Susanna, სუსანა and it says many others. და კიდევ მრავალი სხვა. These women were providing for Jesus from their own resources. ეს ქალები ქრისტეს ემსახურებოდნენ თავიანთი ქონებით. Now, these aren't just decorative names placed on the side margin of the story. და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალები ასე მხოლოდ დეკორაციისთვის არ იყო აღნიშნული ამ მუხლებში. These are people whose lives have been changed by Jesus Christ. რადგან ქრისტემ შეცვალა ამ ადამიანების, ამ ქალების ცხოვრება. And now their time, their resources, their strength, they're being placed in service of the one who loved them so much. და ახლა ეს ქალები ემსახურებოდნენ ღმერთს თავიანთი ქონებით. That's how grace still works. ასე მოქმედებს მადლი. When Christ has truly touched a life, people begin asking, how can I love him? How can I serve him? რადგან როდესაც ქრისტე ეხება ადამიანებს და ცვლის მათ, შემდეგ ადამიანები ცდილობენ რომ მადლიერება დაუბრუნონ, ასე ვთქვათ და ღმერთს კითხვას უსვამენ, ღმერთო რითი მოგემსახურო ახლა? Not because we're trying to earn his favor. ამას იმისთვის კი არ ვაკეთებთ, რომ ღმერთის წყალობა დავიმსახუროთ. Not because we're trying to impress God. არც იმისთვის, რომ თითქოს ღმერთზე მოვახდინოთ რაღაც შთაბეჭდილება. But because gratitude moves outward. რადგან მადლიერება მოქმედებს ასე. People often speak about being thankful to Christ, but we don't see any change in their schedules or their priorities or the way they use their money. ადამიანები დღეს საუბრობენ ქრისტეს თუ როგორი მადლიერები არიან, მაგრამ მათი ცხოვრება არ გამოხატავს ამ მადლიერებას. True gratitude expresses itself. რადგან ნამდვილი მადლიერება გამოიხატება რაღაცაში. These women, they'd received much and they responded openly. და ამ ქალებს ბევრი ქონდათ მიღებული და სურდათ რომ მადლიერება ასე გამოიხატათ. And notice this as well. Jesus welcomed women as disciples and supporters of his ministry in a culture that usually sidelined them. და საინტერესო ის არის, რომ ქრისტემ თავის სახურებაში მიიწვია ქალებიც. და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ დროს ქალები თითქოს გვერდზე იყვნენ გადადებული, ძალიან უმნიშვნელო როლი ჰქონდათ მათ. He saw them, he received them, he valued them, and he put them in a place of honor. მაგრამ ქრისტე სხვაგვარად იქცეოდა, ის ამჩნევდა მათ ხედავდა და თავის მსახურებაშიც იწვევდა. In Mary Magdalene's story later on, she's actually the first person that's given the opportunity of sharing the good news of the resurrection. და მარია მაგდალელი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველად ახარა ადამიანებს აღდგომის უწყება. So we see that their hearts were made of good soil. და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების გული იყო
კარგი ნიადაგი. The word of God had entered their lives and was producing fruit already. ღმერთის სიტყვა შევიდა მათ გულში და ნაყოფებიც გამოიღო. And I think that kind of raises a question for us before we go any further. და სანამ გავაგრძელებდე, მინდა კითხვა დაგისვათ. If someone looked at your life right now, would they see evidence that the word of God has taken root? ადამიანები თქვენი ცხოვრების შემხედვარე თუ შეამჩნევენ, რომ ღმერთმა შეცვალა თქვენი ცხოვრება. I'm not talking about what you know. იმაზე არ ვლაპარაკობ, რამდენი იცით, I'm not talking about what you agree with. ან რაზე ითანხმებით. I'm not talking about what church you attend. და არც იმას გულისხმობ, რომელ ეკლესიაში დადიხართ. But what in your life shows that Christ has changed you? თქვენი ცხოვრების რა ასპექტში ჩანს, რომ ქრისტემ შეგცვალათ. Let's continue reading verses 4 through 8. ახლა მოდი განვაგრძელოთ კითხვა. And when a great multitude had gathered and they had come to him from every city, he spoke by a parable. A sower went out to sow his seed. And as he sowed, some fell by the wayside, and it was trampled down, and the birds of the air devoured it. როცა დიდძალი ხალხი შეიკრიბა და ქალაქებიდან მოდიოდნენ მასთან, იგავი უთხრა მათ: გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. Some fell on rock, and as soon as it sprang up, it withered away because it lacked moisture. And some fell on thorns, and the thorns sprang up with it and choked it. But others fell on good ground, sprang up, and yielded a crop 100-fold. When he had said these things, he cried, "He who has ears to hear, let him hear." თესვისას ზოგი გზის პირას დაეცა, გაითელა და ცის ფრენველებმა შეჭამეს. ზოგი კლდეზე დაეცა, აღმოცენდა და გახმა, რადგან ტენი არ ქონდა. ზოგი ეკლებში დაეცა, ეკლები მასთან ერთად გაიზარდა და დაახშო იგი. ზოგი კი კარგ მიწაზე დაეცა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო. ეს რომ თქვა, შესძახა, ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს. So now Luke returns us to a place where there's a great multitude before Jesus. ლუკა აქ გვეუბნება, რომ ბევრი დიდძალი ხალხი შეიკრიბა ქრისტეს გარშემო. Jesus had been sharing in every town and every village. ქრისტე დადიოდა, როგორც ხედავთ, ქრისტე დადიოდა სოფლებში და ქალაქებში. And now people are coming, individuals with different backgrounds, different stories from different places. თუმცა ახლა ხალხი მიდიოდა მასთან, განსხვავებული რომლებიც ძალიან განსხვავებული იყვნენ ერთმანეთისგან. Outwardly, it's one crowd, but inwardly, everyone is dealing with their own kind of struggles and issues. და მათ ერთი ბრბო იყო, ასე ვთქვათ, თუმცა მათი გულები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. Many conditions of the hearts. რადგან გულის სხვადასხვა მდგომარეობები ქონდათ. So Jesus speaks to them in a parable. და ქრისტე მათ ესაუბრა იგავებით. What's a parable? და რა არის იგავი? A parable is a method of teaching. იგავი არის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი. You take something that is familiar to people and you put it alongside a spiritual truth. იგავებში აღწერილი არის ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და შემდეგ ქრისტემ ეს გამოიყენა სულიერი ჭეშმარიტების სასწავლებად. You use something that people see in their everyday life to uncover something that they can't see inside of themselves. Yeah, I said. Yeah. Oh, good. Good. So he speaks of a sower who is going out to sow seed. და ის გვიყვება თესველზე, რომელიც გამოვიდა დასათესად. This is a picture that everyone is familiar with. ეს სურათი ძალიან ბევრისთვის იყო ნაცნობი. A farmer that's scattering seed in a field. თესველი, რომელიც თესავს თესლს. So everyone would understand immediately. They'd see the farmer in their mind. They'd understand the picture of the seed and the different soils. და ყველას ძალიან მარტივად შეეძლო, რომ გონებაში წარმოიდგინა ეს პროცესი. But not everyone can see the true condition of their heart. თუმცა თავიანთი ადამიანებს არ შეეძლოთ დაენახათ თავიანთი გულის მდგომარეობა. The sower, what does he do? He scatters the seed widely. და თესველი ფანტავს თესლს მთელი
დიდ მანძილზე. Just think about this. The sower is generous. და ჩვენ ხედავთ რომ თესველი არის ხელგაშლილი He's not stingy with his seed. და ის არ არის ხარბი. He's not saying this area looks good and promising, this one not so much. ის არ არჩევს ადგილს სად უნდა ჩაყაროს თესლი. But he casts it widely. ის ფანტავს. And that tells us something about the Lord. და ეს ჩვენ რაღაცას გვეუბნება ღმერთის შესახებ. The word of God is proclaimed widely. ანუ ღმერთის სიტყვა განვრცობილია მთელი მსოფლიოს გარშემო. It's to everyone, to all people. ყველა ადამიანთან მიდის ღმერთის სიტყვა. He is inviting everyone to repent, everyone to believe. ის ყველა ადამიანს მოუწოდებს მონანიებისკენ და რწმენისკენ. Everyone can come to Christ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს ქრისტესთან. Isaiah chapter 55 verse 1 says, "Ho, everyone who thirsts, come to the waters." და ესაიას 55-ის 1-ში ვკითხულობთ: "ჰეი, ყოველო მწყურვალო, მოდი წყლებთან." But while the seed is the same, the results are different. და ახლა თესლი ერთი არის, მაგრამ შედეგი განსხვავებული. And this is a reality of spiritual life. და სულიერ ცხოვრებაშიც ასე ხდება. The same truth can soften one person. ერთმა ჭეშმარიტებამ შეიძლება ადამიანის გული დაარბილოს, It can wake somebody else up. შეუძლია ადამიანი გამოაფხიზლოს, It can irritate someone else. მაგრამ შეუძლია ამ ჭეშმარიტებას ადამიანი გააღიზიანოს. And it can be forgotten by somebody else before the day is over. და ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ძალიან მარტივად დაივიწყოს ეს ჭეშმარიტება. The issue is not with the seed, but with the soil. მაგრამ პრობლემა სიტყვაში თესლში კი არ არის, არამედ ნიადაგში არის. Jesus then says, he cries out even loudly, "He who has ears to hear, let him hear." და ქრისტე ამას რო ამბობს, შემდეგ შეძახებს, რომ ვისაც ყურები აქვს სასმენად ისმინოს. This is more than a call to pay attention. ეს არის ისეთი მოწოდება, რომელსაც ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. Everyone in that crowd standing there has ears. რადგან იქ ვინც იდგა, ყველას ჰქონდა ყურები. What he means is to hear rightly, to hear honestly. მაგრამ ის გულისხმობდა იმას, რომ ადამიანებს უნდა მიეღოთ შინაგანად. To hear with a willingness to be changed. და უნდა მიეღოთ სიტყვა, რომელიც შემდეგ მათ შეცვლიდა. Psalm 95, there in 7 and 8, it says, "Today, if you will hear his voice, do not harden your hearts." და 95 ფსალმუნებში ვკითხულობთ, რომ დღეს თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქოვებთ გულებს. That means that no one hears the truth neutrally. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ესმით ერთნაირად, Every time the truth comes, the heart is responding in some direction. მაგრამ გულზე არის დამოკიდებული, როგორ მიიღებს ამას. There are people who know the language of faith. They know when to nod and they know the right answers. და ადამიანებმა თითქოს იციან, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ენა და იციან, როდის უნდა დაითანხმოს ქადაგებელს, But the soil of their heart remains unchanged, unaffected. მაგრამ მათი გულები არის შეუცვლელი, ის არ იცვლება. So Jesus, before he explains the parable, he kind of puts this question on them. How are you hearing? და ამიტომ ქრისტე ასეთ ადამიანებს ეკითხება, როგორ გესმით? How are you hearing today? ამიტომ მინდა გკითხოთ, როგორ გესმით თქვენ? I'm not talking about last year. მე არ გეკითხებით შაშან როგორ გესმოდათ? I'm not talking about when there was an easier time to live. ან როგორ გესმოდათ, როდესაც თითქოს თქვენი ცხოვრება მარტივი იყო? I'm not talking about how you hear in theory. A lot of people just, yeah, I can tell you about this and what I heard. და არც იმას გეკითხებით, რა გაიგეთ ფიზიკურად? But how are you hearing right now and what changes there in your life right now? და მე გეკითხებით, როგორ გესმით? ანუ რასაც ისმენთ ის სulis თუ არა თქვენს გულებს. Let's keep reading verses 9 and 10. მოდით გამოვწოთ ახლა მე-9 მუხლები. Then his disciples asked him, saying, "What does this parable mean?" And he said, "To you it has been given to know the mysteries of the kingdom of God,
But to the rest it is given in parables, that seeing they may not see and hearing they may not understand. მისმა მოწაფეებმა კითხეს, რას ნიშნავს ეს იგავი? მან უთხრა, თქვენ მოგეცათ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი. დანარჩენებს კი იგავებით ეძლევათ, რათა ხედველებმა ვერ დაინახონ და მსმენელებმა ვერ გაიგონ. So the disciples asked Jesus what this parable meant. They don't understand immediately. მისმა მოწაფეებმა კითხეს ქრისტეს, რადგან ვერ გაიგოთ ამ იგავის მნიშვნელობა. But they do something very wise with their misunderstanding. მაგრამ ისინი ბრძნულად იქცევიან, They bring it to Christ. ის რაც არ ესმოდათ ქრისტესთან მიიტანეს. You know, there's a difference between confusion and indifference. რადგან განსხვავება არის, როდესაც რაღაც არ გესმის და განსხვავება არის იმაში, როდესაც გულგრილი ხარ. Many people do not understand something in Scripture, but they just move on. რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით რაღაც წმინდა წერილიდან, მაგრამ ივიწყებენ, ყურადღებას არ აქცევენ. They leave the question kind of unresolved and just carry on with their lives. და კითხვაზე არ ცდილობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მიიღონ. But what the disciples do, they don't understand, but they draw near to Jesus and they ask him. მაგრამ როგორ იქცევიან მოწაფეები, ის რაც ვერ გაიგეს, მიიტანეს ქრისტესთან. This is often the difference between a growing believer and a stagnant believer. და აი ეს არის განსხვავება მზარდ ქრისტიანსა და იმ ქრისტიან შორის, რომელიც ერთ ადგილზე არის გაჩერებული. Not that one knows everything and the other doesn't know anything. რადგან ნახეთ, ერთმა შეიძლება არ იცოდეს რაღაცა, მაგრამ შემდეგ გაიგოს და ეს მეორე ვერ გაიგებს ვერასოდეს. But that one keeps coming back to Christ for understanding. რადგან ეს პირველი ანუ მზარდი ქრისტიანი ყოველთვის ცდილობს გაზდას და მიაქვს ის საკითხები ქრისტესთან, რომელიც არ იცის. So Jesus tells the disciples, to you it's been given to know the mysteries of the kingdom of God, but to the rest it is given in parables. და სწორედ ამიტომ უთხრა ქრისტემ ასე, რომ დანარჩენებს კი იგავებით ეძლევათ, რათა მხედველებმა ვერ დაინახონ და მსმენელებმა ვერ გაიგონ. Now this word mysteries, it does not mean like strange riddles or hidden codes. It refers to truth about the kingdom that has not been understood fully before. და ქრისტეს საუბრობდა ღმერთის სასუფეველის შესახებ, რომელზედაც ადამიანებს არ ქონდათ სრული წარმოდგენა. The kingdom of God had been prophesied in the scriptures. რადგან ძველ აღთქმაში ღმერთის სასუფეველზე, ღმერთის სამეფოზე საუბრობდნენ. But now in Christ its reality was being made known more fully. მაგრამ ქრისტეს მოსვლის შემდეგ ეს უფრო გასაგები გახდა. And then Jesus quotes this passage from Isaiah chapter 6 verse 9, seeing that they may not see and hearing that they may not understand. და ესაიას 6:9-ში კითხულობთ, წადი და უთხარი ამ ხალხს, ისმინეთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, უყურეთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. Now please understand, Jesus, he's not turning away sincere seekers. ნახეთ, ქრისტე უკან არ აბრუნებს ძებნელ ადამიანებს. He's not saying those who really desire to know truth will be denied truth. და არც იმას ამბობს, რომ ის ვინც ეძებს ვერ იპოვის. What he's saying is Isaiah was sent to a people who had heard much already. მაგრამ აქ ესაია იმ ადამიანებს ეუბნებოდა, რომლებსაც ბევრი ქონდათ მოსმენელი. And what was the result of the truth that he proclaimed? მაგრამ შედეგი არ ჩანდა მათ ცხოვრებაში. They hardened their hearts repeatedly. რადგან მათი გულები იყო გაქვავებული. And the truth came to them again, but instead of softening their heart, it exposed the hardness that was already there. ჭეშმარიტება ამ ადამიანებთან მივიდა, მაგრამ იმდენად გამაგრებული ქონდათ გულები, რომ შედეგი ვერ გამოიღო. And that's the sense here in this text. The parables, they do two things. They reveal and conceal at the same time. და იგავების მიზანიც ეს არის, რომ გააცხადოს დამალული. To the humble, teachable listener, they reveal truth. თავდაბალი ადამიანები ჭეშმარიტებას გაიგებენ. To the proud listener, they conceal truth. მაგრამ ამაყი ადამიანებისთვის ჭეშმარიტება იქნება დამალული. The same parable that drew the disciples to ask, what does this mean? რადგან ამ
იგავმა მოწაფეები ქრისტესთან მიიზიდეს, It was just a nice story for those that really weren't seeking more მაგრამ truth. სხვა ადამიანებისთვის უბრალოდ ამბავი იყო. But this isn't just in that time. Today it's the same way when we open the Bible. მაგრამ დღესაც ასე არის ეს. There are people who come to God's word wanting to know and hear from God. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მიდიან იმისთვის, რომ მეტი გაიგონ მის შესახებ. And there are other people who come to God's word just wanting to confirm what they think they already know. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან, რომ დასტური მიიღონ იმაზე, რაც იციან. Some people say, Lord, what does this mean? ზოგი ადამიანი ღმერთს ეკითხება, ღმერთო, რას ნიშნავს ეს? And others just say, oh, do I agree with this or not? მაგრამ ზოგი კი უბრალოდ ისმენს და ფიქრობს, უნდა დაეთანხმოს ამას თუ არა. Jeremiah 29:13 says, and you will seek me and find me when you search for me with all your heart. და ნახეთ იერემიას 29:13-ში ვკითხულობთ, მომძებნით და მიპოვით, როცა მთელი გულით დამიწყებთ ძებნას. God is not playing hide and seek. ღმერთი არ გვეთამაშება დამარობანას. He wants to reveal truth. მას სურს, რომ ჭეშმარიტება გამოგვიცხადოს. But he's not going to force truth on those who do not want it. მაგრამ ის ადამიანებს არ დააძალებს, რომ ჭეშმარიტება მიიღონ. So I think the question is for us today as well. When we come to God's word, are we inspecting it all the time or are we wanting to be instructed by it? ამიტომ როდესაც მინდა გკითხოთ, როდესაც ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში, რა არის ჩვენი მიზანი? უფრო მეტი გავიგოთ თუ უბრალოდ ვიფიქროთ უბრალოდ დავეთანხმოთ ან უარყოთ ქადაგებლის სიტყვა. Are we coming to just analyze it or are we coming to submit to it? რისთვის მოვდივართ? ანალიზისთვის თუ მორჩილებისთვის? So this section, I think, is very important for us to see. Let's read Luke chapter 8, verses 11 through 15. მოდით ახლა განმაგრძოთ კითხვა. Now the parable is this. The seed is the word of God. Those by the wayside are the ones who hear. Then the devil comes and takes away the word out of their hearts, lest they should believe and be saved. But the ones on the rock are those who, when they hear, receive the word with joy, and these have no root, who believe for a while, and in time of temptation fall away. იგავე ეს არის თესლი ღვთის სიტყვა. ღვთის პირას და გზის პირას დაცემულნი არიან ისინი არიან, ვინც ისმენენ. მერე მოდის ეშმაკი და გულიდან ართმევს სიტყვას, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ. კლდეზე დაცემულნი ისინი არიან, ვინც სიტყვა მოსმენისას სიხარულით, რომელიც უგაცრავად, ვინც სიტყვის მოსმენისას სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ. ერთხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან. Now the ones that fell among thorns are those who, when they have heard, go out and are choked with cares, riches, and pleasures of life, and bring no fruit to maturity. But the ones that fell on the good ground are those who, having heard with the word with a noble and good heart, keep it and bear fruit with patience. ეკლებში დაცემულნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ მიდიან და იხრჯობიან ცხოვრების საზრუნავით, სიმდიდრითა და სიამოვნებით და ნაყოფს ვერ ასრულებენ. კარგ მიწაზე დაცემულნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, ინახავენ და მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი. So Jesus now, he is going to explain this parable. ქრისტე უხსნის ამიგავს And he begins by explaining what the seed is. და იწყებს იმის სახსნით, თუ რა არის სიტყვა, The ეს არის თესლი. seed is the word of God. თესლი არის ღვთის სიტყვა. True life doesn't come about through personality or presentation. Sorry. True life, it doesn't come through a person or through the way they present something Yeah, go on and on. or through emotional experiences. რადგან ნახეთ სიტყვის მიღება არ არის დამოკიდებული ადამიანების ხასიათზე, მდგომარეობაზე ან ემოციებზე. Real life comes through the word of God that is planted into the heart of people. სიცოცხლე მოდის მაშინ, როდესაც ღმერთის სიტყვა შედის ადამიანის გულებში, ან როდესაც ღმერთის სიტყვა ითესება ადამიანის გულებში. Romans 10:17 says, faith comes by hearing and hearing by the word of God.
და ნახეთ რომაელების 10:17-ში ვკითხულობთ, ამრიგად რწმენა მოსმენით მოდის, მოსმენა კი ღვთის სიტყვის მიერ. And that's one reason why the enemy works so hard to keep people from the word. და აი ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რატომ ცდილობს ბოროტი რომ ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთის სიტყვას. He tries to distract us from the word. ის ცდილობს რომ ადამიანებს ყურადღება გაუფანტოს. He tries to distort the word. ის ცდილობს რომ ღმერთის სიტყვა დაამახინჯოს. He tries to replace it or make us bored with it. და ცდილობს რომ ღმერთის სიტყვა მოსაწყენი გახადოს და სხვა რაღაცებით ჩაანაცვლოს. Because he knows that if the word of God is the seed, then the surest way to weaken someone's spiritual life is to create distance between them and the word of God. რადგან მან იცის რომ ღმერთის სიტყვა არის თესლი და ამიტომ ცდილობს რომ ადამიანი არ მიიყვანოს ღმერთის სიტყვამდე. Do you want to grow as a Christian? ამიტომ გინდათ გაზრდა. You can't do it apart from God's word. ღმერთის სიტყვის გარეშე ვერ შეძლებთ ამას. And Jesus now goes on to describe the 4 kinds of soils, და შემდეგ ქრისტე აღწერს 4 სახის ნიადაგს. 4 kinds of hearts. გულის 4 მდგომარეობას აღწერს. The first is the wayside or the path. პირველი არის გზის პირას დარგული თესლი. Here the seed has landed on hardened ground, ამ ნიადაგზე ეს ნიადაგი არის მაგარი, so it never sinks in. ამიტომ თესლი როდესაც ვარდება, ის ვერ აღწევს შიგნით. And it's taken away by the devil lest they would believe it and be saved. და სანამ ირწმუნებენ ადამიანები ამ სიტყვას, ბოროტი იტაცებს ამ თესლს. A heart can become so worn, so guarded, so repeatedly closed that the truth sits on the surface and it never goes down deeper. და ადამიანების გულები ისე მაგრდება, რომ ღმერთის სიტყვა ვერ აღწევს შიგნით და ვერ გარდაქმნის. Some people hear the word and their minds are already made up. ზოგი ადამიანი ისმენს ღმერთის სიტყვას, მაგრამ მათ აქვთ წინასწარ აკვიეტებული აზრები და აღარ სურთ შეცვლა ამის. Others hear the word and they already have a list of objections to why they don't believe it. ზოგს ესმის სიტყვა და მიზეზებს ეძებს, რომ არ ირწმუნოს სიტყვა. Some people think they hear it, but they think it doesn't apply to me. It applies to them over there, to my neighbor here. ზოგი ისმენს სიტყვას და ფიქრობს, რომ ეს სიტყვა მას არ ეხება, არამედ სხვებს ეხება. And their minds are already made up. და ისინი არ იცვლიან შემდეგ ამას. The seed lands, but it doesn't enter. ასე რომ თესლი ვარდება, მაგრამ შიგნით მიწაში ვერ აღწევს. And notice that Satan is active here. და ნახეთ, ჩვენ ვხედავთ სატანის აქტიურობას. The devil is not passive about the truth. ერთ ადგილზე არ არის გაჩერებული ბოროტი. If he can keep on the seed on the surface, then he's content with that. და ის კმაყოფილია იმით, რომ თესლი უბრალოდ ზედაპირზეა და არ ჩადის მიწაში. Because then he knows he can steal it. ეგან იცის, რომ შემდეგ ის მისთვის ადვილი იქნება, რომ მოიტაცოს. The second soil we see here is rock. მეორე ნიადაგი არის კლდიანი. These receive the word of God with joy. ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც ღმერთის სიტყვას სიხარულით იღებენ. There's an immediate response and enthusiasm and emotion. და ისინი ემოციებით არიან სავსენი, But there's no root. And in times of testing, they fall away. მაგრამ მათ ამ თესლს ეს თესლი ვერ ასწრებს ფესვების გადგმას. These people, they love the excitement of beginnings, of new commitments. და ასეთი They love a fresh start. ასეთ ადამიანებს უყვართ რაღაც ახალის მოსმენა და ახალის დაწყება. But depth takes longer to develop than excitement. მაგრამ ღმერთის სიტყვამ რომ ფესვები გამოიყოს, ამას ჭირდება დრო. Spiritual character forms where no one is watching. ფესვები იზრდება მაშინ, როდესაც ფესვები დაფარულში იზრდება. And when pressure comes, what's out of place or has no depth is it can't endure. და როდესაც განსაცდელი მოდის ადამიანის ცხოვრებაში, თუ ფესვი არ ექნება ამ თესლს, ის დაჭკნება. I remember one time when I was younger, planning the garden with my parents. მახსოვს
პატარა რო ვიყავი, ჩემ მშობლებს ვეხმარებოდი თესვაში. We were planting beans that day. იმ დღეს ლობიოს ვთესავდით. And after the long day, we went down into the basement and we washed our hands in the sink. და რომ მოვჭით საქმიანობას, სადაფში ჩავედით და ხელები დავიბანეთ. And a few days later, I went down the basement and I saw this bean growing from the sink. და რამდენიმე დღის შემდეგ რომ ჩავედი სარდაფში, დავინახე რომ ნიჟარიდან გაზრდილი იყო ეს თესლი. It had sprouted quickly, it looked impressive, ძალიან სწრაფად გაიზარდა და კარგად გამოიყურებოდა. but it wasn't where it needed to be for it to last. მაგრამ იმისთვის რომ უფრო მეტად გაზრდილიყო, სხვა ნიადაგზე უნდა ყოფილიყო. It had little soil, it had almost no light, and really no future. რადგან ცოტა მიწა იყო მან და მისი მომავალი, რო ვიტყვიან, მისი დღები დათვლილი იყო. So I took that little plant and I took it outside and I planted it in the ground outside where it could grow. ამიტომ ამოვიღე ეს თესლი, გაზრდილი თესლი და სხვაგან გადავდგე. You know, some spiritual responses, they look strong early, but if there's no root, they won't last. და ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაშიც ასე ხდება, თითქოს სწრაფად იზრდებიან, მაგრამ გასაცდელების დროს დასწყვეტენ. The third soil we see here, it says, is among thorns. და მესამე ნიადაგი არის ეკლიანი ნიადაგი. The plant grows, but it's choked by cares, riches, and pleasures of life. თესლი იზრდება, მაგრამ ცხოვრების საზრუნავები და სიმდიდრეები აღრჩობენ მას. I think this is one of the most dangerous soils. ფიქრობ ყველაზე სახიფათო ნიადაგი არის ეს. Because there's nothing dramatic that appears wrong. რადგან თითქოს ცუდი არაფერი ხდება There's no scandal. და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. All there is a slow suffocation. მაგრამ თესლი კვდება ნელ-ნელა. We have bills to pay. და ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაშიც გადასახადები გვაქვს. You have a career to chase. კარიერაზე უნდა ვიფიქროთ. People have different comforts that they want to pursue in life. და ადამიანებს სხვადასხვა მიზნები აქვთ, We're full of endless distractions. რომლებიც ადამიანებს ნელ-ნელა ანგრევს. And slowly the heart becomes crowded. და მათი გული იმდენად სავსე ხდება ამ რაღაცებით, რომ ღმერთის სიტყვისთვის და ღმერთისთვის ადგილი აღარ რჩება. And fruit never matures. და შესაბამისად ნაყოფიც აღარ გამოდის. Most lives aren't ruined by one great sin. ბევრი ადამიანის ცხოვრებას დიდი ცოდვა არ ანგრევს. But they're ruined by 1,000 small thorns. არამედ ათასობით პატარა ცოდვები, ასე ვთქვათ. Jesus then speaks of the good ground. და შემდეგ იესო ქრისტე საუბრობს კარგ ნიადაგზეც. These are those who hear the word with an honest and good heart. და ეს ადამიანები იღებენ ღმერთის სიტყვას. They keep it and it bears fruit, produces fruit in their life. ინახავენ ღმერთის სიტყვას, უფრთხილდებიან და შემდეგ ნაყოფიც გამოაქვთ. Now these are not sinless people. ეს ადამიანები უცოდველები არ არიან. It means that they're receptive people. უბრალოდ ისინი უფრო მიმღებლები არიან. They're honest people. ისინი პატიოსნები არიან. People that are willing to let the word tell the truth about themselves. და ისინი ღმერთის სიტყვას აძლევენ უფლებას, რომ გარდაქმნას. They hear it, they hold on to it, they abide in it, and fruit comes with ისინი patience. რჩებიან ღმერთის სიტყვაში, იზრდებიან და ნაყოფებსაც იღებენ. With patience, remember that phrase. და ეს ამ დროს ადამიანი უნდა იყოს მომთმენი. That's მოთმინებით important. დაელოდოს, როდის გარდაქმნის ღმერთი მის გულს. Fruit is not instant maturity by next Tuesday. რადგან ნაყოფი როგორც წესი ერთ დღეღამეში არ მოდის. We all want the diet that's going to let us lose 5 kilos in a week. ჩვენ ყველას გვინდა რომ ერთ კვირაში დავიკლოთ 5 კილო. Actually, I was corrected after the last message. Somebody came up and said, I used to look like this, nice and plump, and now I look skinny, and they want to be more plump. და today Yes. და დღეს პირველ მსახურების შემდეგ ეს რომ თქვი ვიღაცა მოვიდა და მითხრა რომ ერთ დროს ძალიან
პირიქით უნდოდა, ანუ ის ძალიან გამხდარი იყო და მომატება უნდოდა. But fruit grows with time. და ისიც თქვა მინდა, ნაყოფის გაზდას სჭირდება დრო. Go home and spend some time reading Psalm 1. სახში რომ წახვათ, პირველი ფსალმუნი წაიკითხეთ. It describes the righteous man who's like a tree planted by the rivers of water. და ის საუბრობს, ეს ფსალმუნი საუბრობს ადამიანზე, რომელიც მდინარის ნაპირას მორწმუნე, რომელიც მდინარის ნაპირას არის დარგული. Which gives fruit in its season. ანუ ღმერთის სიტყვაში არის დარჩენილი. You know, many believers, many times we're discouraged because growth feels slower than we expected. ზოგიერთი ქრისტიანი თითქოს ხალის კარგავს, რადგან ერთ დღეღამეში ვერ იცვლება. But Jesus doesn't say that fruit appears overnight. მაგრამ ქრისტე არ გვეუბნება იმას, რომ ნაყოფი ერთ დღეღამეში იზრდება. He says it comes through perseverance, ის ამბობს, რომ ეს ხდება patience. მოთმინებით. Yeah. Let's continue on verses 16 to 18. მოდით განვაგრძოთ კითხვა. No one, when he has lit a lamp, covers it with a vessel or puts it under a bed, but sets it on a lampstand, that those who enter may see the light. For nothing is secret that will not be revealed, nor is anything hidden that will not be known and come to light. Therefore, take heed how you hear. For whoever has, to him will be given more, and whoever does not have, even what he seems to have, will be taken from him. არავინ ანთებს სანთელს და არ ფარავს ჭურჭლით ან საწოლის ქვეშ არ დებს, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელებმა ნათელი იხილონ. არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება და არაფერია საიდუმლო, რაც არ შეიცნობა და სინათლეზე არ გამოვა. მაშ ფრთხილად იყავით, როგორ ისმენთ, ვისაც აქვს მიეცემა და ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც გონია რომ აქვს. So Jesus, he now moves from the soils to the responsibility that comes with hearing. შემდეგ იესო ქრისტე საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ისმენს ღმერთის სიტყვას. Received truth is not meant to be hidden. რადგან მოსმენილი სიტყვა არ უნდა დარჩეს დამალული. And he gives this example of no one lights a lamp and sticks it under a bed or covers it up. და ის სანთელის მაგალითზე ამბობს, რომ ადამიანი, როდესაც ანთებენ სანთელს, იმას სასანთლეზე დგებენ. But rather they put it in a place where it will give light, where everyone can see it. სადაც იმისთვის, რომ შემდეგ ოთახი გაანათოს და ყველამ დაინახოს. No, it's a simple picture. და ძალიან მარტივად წარმოსადგენი მაგალითია. And yet, so oftentimes we do something similar spiritually. და ზოგჯერ ჩვენც ადამიანები ასე ვიქცევით სულიერად. We hear the truth, but we cover it over with delay. გვესმის ღმერთის სიტყვა და არ ვჩქარობთ ამ ღმერთის სიტყვის შესრულებას. We know we should change, but then we cover that with a mound of excuses. ვიცით რომ უნდა შევიცვალოთ, მაგრამ უამრავ საბაბს ვეძებთ რომ გადავდოთ სიტყვის შესრულება. People say they want light while protecting the darkness in their life. რადგან ზოგ ადამიანს უნდა სინათლეც და ასევე ისე უნდა სინათლე, რომ სიბნელე არ დატოვონ. Jesus is saying that's not why light is given. და ქრისტე ამბობს, რომ სინათლე ამისთვის არ აქვს ადამიანს მოცემული. The word of God is meant to illuminate your life. რადგან ღმერთის სიტყვა ადამიანის ცხოვრება უნდა შეცვალოს, გაანათოს. The word of God reaches down into our decisions and into our relationships and our priorities. ღმერთის სიტყვამ გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს ფიქრებზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე და მთლიანად ჩვენს ცხოვრებაზე. It affects our speech and our habits and our private thoughts. ღმერთის სიტყვამ უნდა გარდაქმნას ჩვენი მოტივებიც და ჩვენი დამალული აზრები. Psalm 119:105 says, "Your word is a lamp to my feet and a light to my path." 119 ფსალმუნებში ვკითხულობთ, შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლე ჩემი ბილიკისთვის. Light is not meant to just decorate a room. ეგან სინათლე და სანთელი ოთახის დეკორაციისთვის არ არის. Light is meant to reveal what's there. ანუ სინათლე აცხადებს იმას, რაც დაფარულში იყო. Many people say they want truth until that truth begins shining
in unwelcome places. და ადამიანს უნდა ღმერთის სინათლე მანამ სანამ მისთვის თითქოს ადვილია შესასრულებად. We can come, we can say, God, oh, please, I need your direction. Give me direction. და ვცდილობთ ხოლმე ასე რომ ღმერთო მომეცი მიმართულება. But what happens when his direction that he gives confronts what we already have planned? მაგრამ როდესაც ღმერთის მიმართულება არ ეთანხმება ჩვენს ფიქრებს, აღარ მოგვინდა ეს მიმართულება. Or we can pray, God, I want to grow in you. და როდესაც ვცდილობთ რომ ღმერთო დამეხმარო რომ გავიზარდო, But we hold on to that sin and we don't repent and change. ვცდილობთ ასე და ამავდროულად არ ვინანიებთ იმას, რასაც ღმერთი მიგვითითებს. Jesus adds here, for nothing is secret that will not be revealed, nor anything hidden that will not be known and come to light. და იესო ქრისტე ამბობს, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადება და არაფერია საიდუმლო, რაც არ შეიცნობს და სინათლეზე არ გამოვა. Now that's both a warning and a comfort. ეს არის გაფრთხილებაც და ასევე გამხნევებაც. It's a warning because hidden sin will not remain hidden forever. გაფრთხილებაა იმაზე, რომ დამალული ცოდვა ყოველთვის დამალული არ იქნება. But it's a comfort because unseen faithfulness is not forgotten. და გამხნევება არის იმათვისაც, რომელიც ერთგულად ემსახურებიან, მიყვებიან ღმერთს. Our obedience, our resisting of temptations, our private prayers, the tears that we cry before the Lord, those will all be remembered. რადგან ჩვენი ტკივილები, ჩვენი განსაცდელები, რომლებიც მოყვება ხოლმე ღმერთის სიტყვას, არ დარჩება ასე და ღმერთი თავის საზღაურს მოგვიზღავს. Matthew chapter 6 verse 4 says, your Father who sees in secret will himself reward openly. და მათეს 6:4-ში ვკითხულობთ, შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგაგებს შენ აშკარად. Then we come to the part in the text that really kind of directs this whole section. It says, therefore take heed how you hear. და შემდეგ ქრისტე ამბობს, რომ Take heed how you hear, Jesus said. ამიტომ მოისმინეთ გოთრავად I did. Right here, verse 18. Verse 18. და მე-16 შემდეგ ამბობს, რომ ვისაც აქვს Can you continue? So be careful how you hear. და ქრისტე გვაფრთხილებს ყურადღება მიაქციეთ როგორ ისმენთ. Because that is very important. Not only how we hear, what we hear, but how we hear it. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვისმენთ, არამედ ის თუ როგორ ვისმენთ. Are we hearing it with humility or are we hearing it with pride? როგორ ვისმენთ თავდაბლობით თუ აპარტავნობით. Are we hearing it with readiness to act or with resistance? როგორი მოლოდინით ვისმენთ. ესეც არის მნიშვნელოვანი. Do we have a hunger or an attitude that we already know enough? როგორ წყურული მნიშვნელოვანია რომ წყურული ვქონდეს ღმერთის სიტყვის მოსმენის. Because Jesus says whoever to him who has more will be given, to him who does not have, even what he seems to have will be taken away from him. რადგან ქრისტე ამბობს რომ ვისაც აქვს მიეცემა და ვისაც არ აქვს ისიც წაერთმება რაც გონია რომ აქვს. If we respond to light, we will get more light. თუ ჩვენ ამ სინათლეს ღმერთის სიტყვას უპასუხებთ, ღმერთი უფრო მეტად გამოგვიცხადებს თავის თავს. But if you neglect the truth, it leads to a dullness of your heart. მაგრამ თუ უარყოფთ ღმერთის ჭეშმარიტებას, ჩვენი გული იქნება უსიცოცხლე, გაქვავებული. Hebrews chapter 3 verse 13, it warns us lest we be hardened through the deceitfulness of sin. და ებრაელების 3:13-ში ვკითხულობთ, რომ არც ერთი თქვენგანი არ გამაგრდეს ცოდვის საცტურით. Hardness doesn't come in one dramatic moment, ადამიანის გულის გაქვავება ერთ დღეში არ ხდება. but it's a state that affects our hearts gradually. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გამუდმებით უარყოფ ღმერთის სიტყვას. Let's continue on the last section here, 19 to 21. და მოდით ახლა ბოლო მუხლები წავიკითხოთ.
Then his mother and brothers came to him and could not approach him because of the crowd. And it was told him by some who said, "Your mother and your brothers are standing outside, desiring to see you." But he answered and said to them, "My mother and my brothers are these who hear the word of God and do it." მასთან მივიდნენ მისი დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხის გამო ვერ მიუახლოვდნენ. აუწყეს მას, შენი დედა და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. მან მიუგო, ჩემი დედა და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ. Now, family is important. ოჯახი მნიშვნელოვანი არის. Jesus' mother and brothers come to see him, და ვკითხულობთ, რომ იესო ქრისტეს ოჯახი მასთან მივიდა. but they can't get to him because there's such a big crowd. მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ, რადგან ძალიან ბევრი ხალხი იყო მის გარშემო. So someone tells Jesus, "Hey, your family's outside. They're waiting to see you." და ვიღაცა მივიდა მასთან და უთხრა, რომ შენი ოჯახის წევრები მოსულები არიან და შენი ნახვა სურთო. And you would almost expect him to stop what he's doing and go out and see his family. და ალბათ ყველას ეგონა, რომ ის გააჩერებდა თავის სახურებას და მივიდოდა მათთან. But instead, Jesus uses this moment to teach something deeper. მაგრამ იესო ქრისტე ამ მომენტს იყენებს სასწავლებლად. He says, "My mother and my brothers are these who hear the word of God and do it." ის ამბობს, რომ ჩემი დედა და ჩემი და-ძმები ისინი არიან, ვინც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ. He's not dishonoring his family. ის თავის ოჯახს არ უარყოფდა. Jesus cared for his family. He cared for his mother even from the cross. იზრუნავდა თავის ოჯახზე და ხედავთ კიდევაც როგორ იზრუნა მან დედამისზე. What he's doing is he's making clear that spiritual relationship is deeper than natural relationship. მაგრამ აქ მას სურდა იმის თქმა, რომ სულიერი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი იყო ფიზიკურ ურთიერთობებზე. Just as physical closeness to Jesus was not enough then, religious closeness is not enough now. და როგორც მაშინ ქრისტესთან ფიზიკური სიახლოვე არ იყო საკმარისი, დღეს ჩვენთვისაც არ არის საკმარისი რელიგიური რიტუალების შესრულება. A person can grow up around Christian things. They can know the language of faith. რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით ბიბლია, ღმერთის სიტყვა, რიტუალი ქრისტიანული ენა, But you can still remain distant from Jesus in your heart. მაგრამ ისინი ამ ბების და მიუხედავად ისინი ქრისტესგან შორს არიან. Jesus says those nearest him are those who hear the word of God and do the word of God. და ის ამბობს, რომ ქრისტე ამბობს, რომ ის ვინც ახლოს არის მასთან, ის ასრულებს ღმერთის სიტყვას. That kind of brings the whole chapter down to one question. და ეხა ეს მთელი მსახურება მინდა დაგისვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. What has happened when the word of God has come close to you? რა ხდება, როდესაც ღმერთის სიტყვა მოდის თქვენს გულებში? Many people in Luke chapter 8 here, they were around Jesus, but not all responded to him. რადგან ამ თავში ჩვენ დავინახეთ, რომ იყვნენ ბევრი ადამიანები, მაგრამ რომელმაც მოისმინეს ღმერთის სიტყვა, მაგრამ უარყვეს. And that truth has not changed. და ამ ჭეშმარიტებამ ეს ჭეშმარიტება არაა შეცვლილი. It's possible to be around Christian things for years, but to keep Jesus at a distance. რადგან ადამიანს შეიძლება ყავდეს ქრისტიანი მეგობრები და ქრისტიანული რაღაცები მისთვის უცხო არ იყოს, მაგრამ ამის და მიუხედავად ის ქრისტესგან შორს არის. So the dividing line is how you hear. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ვიცოდეთ კითხოთ საკუთარ თავებს როგორ გვესმის. Maybe the word of God in your life has just stayed on the surface. შეიძლება ღმერთის სიტყვა თქვენი გულის ზედაპირზე არის. Maybe there was once excitement, but there was no depth. შეიძლება ხალისით მიიღეთ, მაგრამ ფესვები არ აქვს გამოღებული. Maybe other things have slowly crowded Christ out. შეიძლება მიიღეთ ქრისტეს სიტყვა, მაგრამ სხვა პრიორიტეტები დააყენეთ მასზე წინ. Or maybe quietly and imperfectly you've been holding on to Christ and you've been drawing near to him. და შეიძლება მიიღეთ ღმერთის სიტყვა და მისი ერთგული დარჩით. If that's you, keep going. ამიტომ ასეთებს მოგეწოდებთ რომ განაგრძოთ. Like Galatians chapter 6 verse 9 says,
Do not grow weary. In due season there is fruit for those who do not lose heart. და ასეთ ადამიანებს გალატელების 6:9 ამხნევებს კეთილის ქმნაში ნუ მოვიქანცებით, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავცემთ სულს. And you know the best news? საუკეთესო წარმაგარი ამბავი გითხრათ? God is the gardener. ღმერთი არის მებაღე. It's not you. თქვენ არა. He's doing the work. ის აკეთებს საქმეს. He sows the seed. ის თესავს He gives what is needed to bring it to grow. და ის ზრდის შემდეგ ამ And he will თესსაც. continue that in our lives. და ის განაგრძობს ამის კეთებას ჩვენ ცხოვრებაში. Let's stand and close in prayer. მოდით ახლა წამოვდგეთ და ვილოცოთ. Heavenly Father, all of us come to you, having different experiences, different burdens, different problems. ზეცე რომ მამაო მოვედით შენთან We come from different experiences in life. და ჩვენ ყველას განსხვავებული განსაცდელები გვაქვს. Many times we feel distant from you. ზოგჯერ ჩვენ შორს თავს მიტოვებულად გრძნობთ. Maybe we've let things in this world or pursuits crowd out that relationship that we have with you. და ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება სხვა პრიორიტეტები დავაყენეთ. Wherever we are in our relationship with you, I pray, Father, that you would grow our roots down deep into Jesus. ამიტომ გთხოვ უფალო, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა დონეზეც არ უნდა ვიყოთ, შენ დაგვეხმარე რომ შენი სიტყვა ჩვენს გულებში გაღრმავდეს. That we would not succumb, we would not let the cares and pleasures of this world choke out that which is dearest to us. ამიტომ გთხოვთ უფალო რომ არ დაგვეხმარო რომ არ მივცეთ ნებაცხოვრებისეულ საზრუნავებს რომ შენი ადგილი დაიკავოს. That we would respond with gratitude as those ladies who served you and provided for you out of their resources. და დაგვეხმარე რომ პატი მივაგოთ იმ ადამიანებს, იმ ქალებსაც, რომლებიც შენ გემსახურებიან. We want to have grateful hearts. უფალო, მოგვეცი მადლიერი გული. Hearts that not just hear the word, but hearts that do the word. გული, რომელიც არა მხოლოდ ისმენს სიტყვას, არამედ And ასრულებს. for that we are so grateful to you. და მადლიერი ვართ უფალო ამისთვის. In Jesus' name, იესო ქრისტეს სახელით. amen. ამინ.